პირველ რიგში კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რაც იქმნება ბრიუსელის მხრიდან და განცხადებები, რომელიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით, ძირს უთხრის იმ ნდობას, რაც შეიძლება არსებობდეს პარტნიორებს შორის და იმ ურთიერთობებს, რაც არის საქართველოსა და ევროკავშირის შორის და მიმართულია ამ ურთიერთობების დაზიანებისკენ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ჩვენ შეუძლებელია რომ არ გავაცნოთ ელჩს თუ რას ვფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ ბრიუსელში და როგორ ვიქვამთ ჩვენ საქართველოში იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამენ. ერთი რომ ყველაფერი, რაც კეთდება ბოლო პერიოდში, მიმართულია ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისკენ და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისკენ, რაც არის მიუღებელი და ვერ აღვიქვამთ ასეთ ნაბიჯებს მეგობრულ და პარტნიორულ ნაბიჯებად და თუ რამე არის გამოსასწორებელი ურთიერთობებში, პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ის დამოკიდებულება საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ სრულყოფილ დიალოგზე ევროკავშირში. ქართველებზე უკეთ, ქართულ ხალხზე უკეთ და ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ ვერ მიხვდება და ვერავინ ვერ გაიგებს, რომელ გზაგასაყარზე დგას ეს ქვეყანა. ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო. რამდენად ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგი. ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იქმნება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათა შორის ქართული ხალხის მიერ არის არჩეული. არის მიუღებელი. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა, რომ ურთიერთობები გადავიდეს ისევ ნორმალურ რეჟიმში, ჩვენ მინიმუმ ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და მინიმუმ უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ეს ურთიერთობები, რომელსაც სწორედაც რომ ასეთი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ესეთი ნაბიჯები არ ყავს.